მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. წინასწარ მადლობა ყურადღებისთვის, რომ თვალს ადევნებთ ჩემს არხს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოიწონოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი ბალანსისთვის. ეს იქნება თქვენგან მადლიერების გამოხატვა. მე ველი კომენტარებს თქვენსას, რაზე გსურთ გაშლები გავაკეთოთ და მე გავაკეთებ დღეს თქვენთვის გაშლას, რა როლი გაქვთ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. რა როლი გაქვთ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. გავაჟღერებ კიდევ ერთ სიახლეს. 10 იანვრიდან უკვე შემეძლება მე პირადი კონსულტაციების ჩატარება. 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს 2025 წლის მთლიანი წლის გაშლაზე. როგორი გექნება 2025 წელი თვეების მიხედვით იქნება 50%-იანი ფასდაკლება და ეს გაგრძელდება მხოლოდ 20 იანვრამდე. კარგით, მოშასე. რა როლი გაქვთ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ პირველ რიგში ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. მოშასე. სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. მეგობრებო, ამჟამად შეიძლება თქვენ მანძილზე იმყოფებოდეთ ერთმანეთისგან, შორს იყოთ ერთმანეთისგან და მხოლოდ კომუნიკაცია გქონდეთ ინტერნეტით. ან რამოდენიმე ვარიანტს გავაჟღერებ. ან იყოს დასრულებული ურთიერთობა, შეიძლება გქონდეთ უკვე ხანგრძლივი ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ ახლა იყოს რაღაც მომენტში დასრულებული. აქ იმპერატრიცა მიჩვენებს, შეიძლება ცოლიან მამაკაცს უყურებდეთ ახლა თქვენ, რომელიც სტაბილურ ურთიერთობაში იმყოფება. რამოდენიმე ვარიანტია, ამიტომ ყველამ თქვენი აიღეთ ამ გაშლიდან. მეგობრებო, ვნახოთ კიდევ როგორია სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. რომელიღაცა თქვენგანი ნამდვილად წასულია ურთიერთობიდან და რომელიღაც თქვენგანი ახალ გზას ეძებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ გზას. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია. ვინ არის, როგორი ადამიანია? ცოტა იდუმალი ადამიანია, მინდა გითხრათ. შეიძლება ეს ადამიანი მუშაობდეს შინაგან საქმეთა ორგანოებში, პოლიცია, საჯარო სამსახურში მუშაობდეს. შეიძლება ეს ადამიანი, როგორც წეღან მოგახსენეთ, დაოჯახებული იყოს, ან სულაც თქვენი მეუღლე იყოს. თუმცა ეს ადამიანი ცოტა იდუმალი ადამიანია, ან ადამიანია, რომელსაც ხასიათი ეცვლება მთვარის ფაზების მიხედვით. ანუ ხასიათცვალებადი ადამიანია, მინიმუმ თვეში ერთხელ შეიძლება ეცვლებოდეს ხასიათი. შეიძლება ცოტა ეჭვიანი ადამიანიც იყოს. რაღაც მომენტში ცოტა ბუნდოვანია მისი ქცევები თქვენგან დანახული. რაღაც მომენტში ცოტა გაურკვევლად იქცევა. ამ ადამიანს ხომ არ აქვს პრობლემები საბუთებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ იყოს მანძილი თქვენ შორის. შეიძლება სხვა ქვეყანაში იმყოფება ამჟამად და საბუთების არქონის გამო ვერ ხერხდება თქვენი ახლო კომუნიკაცია. როგორც გითხარით, საჯარო გაშლა ბევრი ენერგიები ტრიალებს, ამიტომ ყველამ თქვენი აიღეთ.
როგორი მამაკაცია კიდევ ვნახოთ. დიახ. რაღაც მომენტში ეს ადამიანი ძალიან ემოციურია ზოგადად. ხშირად აქვს ემოციური მომენტები, დეპრესიული მომენტები, რის შედეგადაც შეიძლება ხშირად უწევდა დალევა, ან რაღაც მავნე ჩვევები, შეიძლება ქონდა რაღაც მავნე ჩვევები ამ ადამიანს თავისი დეპრესიული ხასიათის გამო. უკაცრავად სარი იყო მეგობრებო. შეიძლება ამ ადამიანს ქონდა დეპრესიული სიტუაციები და ამის გამო უწევდა მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება. იყო დამოკიდებული მავნე ჩვევებზე. კარგით, მოდი ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? რას ფიქრობს? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ამ ადამიანისთვის მეგობრებო, თქვენ ხართ ცხოვრების საჩუქარი, თქვენ ხართ შანსი ცხოვრებისგან. და მაშინ გამოჩდით მის ცხოვრებაში, როცა არ იცოდა საით წასულიყო, დაბნეული იყო ადამიანი და სწორედ მაშინ მისცა სამყარომ თქვენი სახით საჩუქარი გაუკეთა და მისცა ასეთი ადამიანი. რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი? რას გრძნობს? თქვენ ძირეულად შეცვალეთ მისი ცხოვრება. თქვენ გაათავისუფლეთ შინაგანი სტრესისგან ეს ადამიანი, ბლოკებისგან და თქვენი მოპოვებით ამ ადამიანმა გამარჯვებული სტატუსი მიიღო. ის თვლის, რომ გაიმარჯვა ცხოვრებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე, როდესაც თქვენ გიპოვათ. მოდით ახლა დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას. ერთი წუთი რაღაცას დავაზუსტებ მეგობრებო. დიახ, ნამდვილად თქვენ შანსი ხართ ამ ცხოვრებაში, ამ ადამიანისთვის ნამდვილად შანსი ხართ, რომ გადავიდეს, გადასულიყო ეს ადამიანი თავისთვის სასურველ ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ, რა როლი გაქვთ თქვენ ამ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? რა როლი გაქვთ მის ცხოვრებაში? არ ვიცი, ამ ადამიანის ცხოვრებაში რა ხდებოდა თქვენამდე, რატომ იყო ის დეპრესიულ განწყობაზე, აპათიურ განწყობაზე. მან უამრავი რაღაც ნეგატივი განვლო ცხოვრებაში და მან აირჩია გზა, რომელმა გზამაც ის გამოიყვანა აი ჩაკეტილობიდან, ეჭვიანობიდან, უიმედო მდგომარეობიდან. ეს ადამიანი თავის გრძნობებს თქვენს გაცნობამდე არსად არ ამჟღავნებდა. ეს ადამიანი გახსნილია თქვენთან, გულგახსნილია. რა როლი გაქვთ კიდევ ამ ადამიანის ცხოვრებაში? თქვენ ეს ადამიანი გამოიყვანეთ და აჩვენეთ რეალურად ცხოვრების სილამაზე. რა როლი გაქვთ? მიუხედავად იმისა, მეგობრებო, რომ თქვენ შეიძლება ფარული პარტნიორი ხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში. ის ადამიანი
ძალიან ბევრი ნეგატივისგან იცავს თქვენი სიყვარული ამ ადამიანს. ცხოვრების ცხოვრებაში არსებული ბევრი ნეგატივისგან იცავს თქვენი სიყვარული და აძლევს მას ძალას გაუმკლავდეს სწორედ აი იმ სირთულეებს, რაც არსებობს მის ცხოვრებაში. მოდით ასტა შევცვალოთ და გავიმეორებ კითხვას. რა როლი გაქვთ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში რა როლი გაქვთ? იგივე მეგობრებო, თქვენ ნამდვილად ეს ადამიანი გამოიყვანეთ ისეთი მდგომარეობიდან. მეც წაღან ვახსენე, რომ ეს ადამიანი შეიძლება თავისი დეპრესიული მდგომარეობის გამო დამოკიდებული იყო ძალიან ცუდ რაღაცებზე. შეიძლება ეს იყოს სასმელი, თამაში, შეიძლება იყოს ნარკოტიკი, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ძალიან დიდი ნეგატივიდან, თქვენი დიდი მცდელობით და მუშაობით გამოიყვანეთ ეს ადამიანი და მიეცით სიცოცხლით ტკბობის საშუალება. თქვენ მას გული გაუთბეთ, სიყვარული აჩუქეთ და ეს ადამიანიც ასეთივე სიყვარულით სავსე გპასუხობთ აი ამ ყველაფერზე. ეს ადამიანი აცნობიერებს, რომ აი ამ რთულ სიტუაციაში თქვენ მისი გადამრჩენელი ხართ. რა როლი გაქვთ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში? ერთი ეტაპი დახურეთ, ძალიან რთული ეტაპი დახურეთ თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში და მიეცით ამ ადამიანს საშუალება ბავშვური სილაღით დაეწყო ახალი ცხოვრება. გილოცავთ მეგობრებო, თქვენ საკმაოდ რთული მისია აგიღიათ თქვენ თავზე და ეს არის თქვენი პირადი დანიშნულება, რომ გამოჩენილიყავით თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში, რათა ეს ადამიანი დაგებრუნებინათ თავის სასურველ ცხოვრებაში, აი იმ ნეგატივიდან, იმ დიდი ნეგატივიდან თქვენ გამოგეყვანათ დღის შუქზე. გრძნობს ეს ადამიანი ამ ყველაფერს, ნამდვილად. ეს ადამიანი ნამდვილად შეიგრძნობს აი ამ დიდ ჯილდოს, თქვენ სიყვარულს, რომელშიც ნამდვილად ანგელოზის ხელი ურევია. თქვენ მიეცით არჩევანის საშუალება ამ ადამიანს, რომ აერჩია აი ეს დიდი გრძნობა და სიყვარული, რაც თქვენ მას მიეცით. ის ადამიანი არ ვიცი აღიარებს თუ არა თქვენთან, მაგრამ ეს ადამიანი თავის გულში უფლის, ანგელოზის, სამყაროს და თქვენი დიდი მადლიერია. მადლობა მეგობრებო, მე მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით და გთხოვთ უკუკავშირს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.